გეცვათ. ამასთანავე თქვენ სამყაროებით ქართულო ჯარისკაცებო. ეხლათ უნებას. ალბათ სკოლის მერე არიან. შემდეგ სამკუთხედის ფორმა მივეცით როგორც ჯარისკაცის წესი. და ყველაფერი იკვინება. ადამიანის მორიელი იკვინება. ერთ-ერთი ეგ იყო კიდევ იმისი გამადასტურებელი ნიშანი. მიიღეთ თქვენ წერილები და მოგზავნეთ. ბედნიერება, სიხარული, ემოციურად ვიყავით ერთიანობით, გვერდით დგომით და რა ვიცი, ერთმანეთს უნდა გიყვარდეთ. რადი ფაფარაშვილი, ფაფაკერაშვილი. ხელი ჩაუვარ. დაჭარი. საქართველოში გავიდა. ჩვენი კულტურიანი დროშა ფრიალ და ავღან მიწაზე ჩვენს დიდი პატივი იქნება ეს აჩუქარი გადმოგცეთ თქვენს კონას. ჩვენ ჯარისკაცების სახით. რო გავგზავნე არც მეგონა რომ მივიდოდათ, მაგრამ არც მახსოვდა. ერთი წლის წინ რუსი გოგოსაშვილი ჩვენი დამრიგებელი რო იყო, მაშინ გავგზავნეთ დავალება იყო ეგრე და მე აღმოჩნდა რომ მართლა გაუგზავნიათ. ვერ ავხწერ, ავიგრძენი თვითონ ავღანეთში, როდესაც მივიღე ბავშვების წერილები, წეღანაც აღვნიშნე მე ვარ დედა და ჩემთვის ეს იყო ძალიან არ ვიცი, იმხელა სტიმული რომ სიამაყით მე არა ამ ქვეყანაზე და სიამაყით გარიყავი ბიჭების გვერდით და მინდოდა რომ ბავშვებს ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი, ყველა ღამე ვკითხულობდი წერილებს, ვიყავი ძალიან ბედნიერი რომ ჩემი ქვეყნიდან შორეულ ავღანეთში მწერდნენ ჩემი პატარები, ჩემი პატარა მეგობრები. მინდა აღვნიშნო რომ ეს თვითონ ეს იდეა წერილების გამოგზავნა ავღანეთში ჯარისკაცების მიმართულებით ძალიან კარგი არის და ზუსტად იმ მუხტს და იმ სტიმულს აძლევს ჯარისკაცი იქ რომ ძალიან ძნელია როცა ოჯახს მოწმეტილი ხარ, სამშობლოს მოწმეტილი ხარ და უცბად ხვდები რომ შენზე ვიღაცა ფიქრობს, თუნდაც ის პატარა ბავშვი დიდი სტიმულის მომცემია ყველა ჯარისკაცისთვის. პროექტი წერილები ჯარისკაცებს ერთის მხრივ ბავშვების პატრიოტულ სულისკვეთებას აღვივებს, მოქალაქეური თვითშეგნებას ავითარებს და მეორე მხრივ მათ გულწრფელობაში ძნელია ეჭვის შეტანა და მე მგონი მართლაც აძლიერებს და ამხნევებს ჩვენ ჯარისკაცებს.